გადავიდეთ ლოგიკურ ოპერატორებზე, ანუ if ოპერატორზე. იმისათვის, რომ თქვათ, შევამოწმოთ გარკვეული პირობა, ანუ პირობა ვთქვათ, სრულდება თუ არ სრულდება, თუ სრულდება იმ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული ბრძანებები შესრულდეს, თუ არ სრულდება, მაშინ რაღაც სხვა ბრძანებები შესრულდეს, ან არაფერი არ შესრულდეს. ასეთი ოპერატორი არის if ოპერატორი. მისი სინტაქსი არის შემდეგნაირი. if ჩაიწერება ბრძანებების ერთობლიობა, ანუ პირობები, რაც მოწმდება, then შემდეგ გარკვეული ბრძანებები, რაც უნდა შესრულდეს ამ შემთხვევაში და and if. ეს არის მარტივი სქემა ოპერატორის. ანუ ჯერ ვუწერთ პირობას, რომელსაც ვამოწმებთ, ხოლო შემდეგ ბრძანებებს, რაც გვინდა რომ შევასრულოთ. თქვათ ესეთი მარტივი სკრიპტი დავწეროთ. edit if operator. თქვათ ესეთი სახელი დავარქვათ პროგრამას. shell. გადავიდეთ insert-ის რეჟიმში. bin shell set a უდრიდეს 3-ს თქვათ. set b უდრიდეს expression $a plus 7. შემდეგ if $b მეტია 5-ზე, then ამ შემთხვევაში ხო გამოგვიტანოს b is more than 5 and if. ამითი ყოველთვის and if ბრძანებით უნდა დავასრულოთ if ოპერატორი. ჩმოდ plus x-ი execute გავხადოთ და გავუშვათ b is more than 5. მართლაც შევხედოთ ჩვენს პროგრამას. რა გამოვითვალა, ანუ a იყო 3, შემდეგ გაიზარდა a7, ანუ გახდა 10. მართლაც დაკმაყოფილდა ეს პირობა, რომ b მეტია 5-ზე. შესაბამისად, ლოგიკური ოპერაციები არის, თქვათ, მარტო მეტობა ხომ არ შეგვხვდება, იქნება სხვა ლოგიკური ოპერაციები, თქვათ, მეტობა, ნაკლებობა, მეტი ან ტოლია, ნაკლები ან ტოლია, ძახილის ნიშანი და ტოლობა. არ არის ტოლი, ეს ძირითადად ტექსტებზე გამოიყენება. უდრის, ანუ ტოლია, ესეც ტექსტებთან ურთიერთობისას გამოიყენება. 2%. ეს არის ლოგიკური და ანუ თქვათ გარკვეული რაღაც ორი პირობა თუ გინდა რომ შესრულდეს. ხოლო ეს არის ლოგიკური ან. ასევე ლოგიკური ოპერატორი შეიძლება გამოვიყენოთ ფაილებზე მანიპულაციებისათვის. მაგალითად, ასეთი ბრძანება რომ ჩავწეროთ if -e test shell then echo test shell
already exists. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ თქვათ exist, ანუ ესეთი პროგრამა, ტესტსიშელი პროგრამა არსებობს, მაშინ გამოგვიტანოს ბრძანება, რომ ასეთი ფაილი უკვე არსებობს. მართლაც გამოგვიტანა test.shell already exists. ანალოგიურად აქ სხვადასხვა ასოებს თუ ჩავუწერთ, შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციების შესრულდება, მაგალითად D არის ნიშნავს, რომ არის დირექტორია, E როგორც თქვით არსებობას ნიშნავს, F ნიშნავს არის ჩვეულებრივი ფაილი, O ნიშნავს არის user-ის მიერ შექმნილი ფაილი, R ნიშნავს, რომ user-ს აქვს კითხვის უფლება ფაილზე, W ნიშნავს, რომ user-ს აქვს ჩაწერის უფლება კონკრეტულ ფაილზე, X შესაბამისად ნიშნავს, რომ user-ს აქვს გაშვების უფლება ფაილზე, ხოლო Z ნიშნავს, რომ ფაილი არის ნულოვანი ზომის. ასევე შეიძლება იყოს if ოპერატორი ისეთი ტიპის, რომ თქვათ რაღაც პირობა თუ დაკმაყოფილდა შესრულდეს გარკვეული ბრძანებები, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ არ დაკმაყოფილდა შესრულდეს რაღაც სხვა ბრძანებები. ამისათვის გამოიყენება else. თქვათ მაგალითად, ანუ ჩავწერთ if პირობას კონკრეტული სრულდება თუ არ სრულდება, შემდეგ ბრძანებების ერთობლიობას, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა შესრულდეს, ხოლო შემდეგ else და ბრძანებები ისევ, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა შესრულდეს, როდესაც if ოპერატორი არ დაკმაყოფილდება და ბოლოში უნდა მივთითოთ and if დავასრულოთ ესეთნაირად. მაგალითად, გავაკეთოთ ესეთი პატარა პროგრამა edit if else დავარქვათ ამ პროგრამას. გადავიდეთ insert-ის რეჟიმში. bin shell set a უდრის 3-ს set b უდრის cut expression $as plus 7 if თუ თქვათ $b ნაკლები ან ტოლია 5-ზე, ამ შემთხვევაში then ხო b is lower than 5. გამოგვიტანოს ესეთი შეტყობინება. else if $b მეტია 9-ზე, then ხო ამ შემთხვევაში გამოგვიტანოს b is higher than 9 და and if აუცილებლად ამ შემთხვევაშიც and if-ით უნდა დასრულდეს. execute გავხადოთ და გავუშვათ. რაღაც შეგვეშალა. არ უნდა დაგვეტოვებინა ტრაბელი იყო.
ფაილის გარეშე გავუშვათ. უკაცრავად აქ ვაკოვია and მეორე if-ის and ეს იყო პრობლემა. პრაბლემები გვეკვდა. წეგან გითხარით, რომ აუცილებლად პრაბლემები უნდა ჩაწეროთ და ახლა გავუშვათ. and if-ი გვეკვდა. if else გამოგვიტანა base higher than 9. ანუ მართლაც more ანუ გამოგვითვალა, ესე იგი b იქნება 3+7 გამოთვალა 10 და ანუ უნდა შესრულებულიყო ეს მეორე პირობა. როგორც ნახეთ.